ეს ქონდა შესაძლებლობა ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გავცნობოდით, რომელიც ეფუძნება ევროპული საქართველოს წარმოადგენელი ევროპული ბიზნესების წარმომადგენლების გამოკითხვას და ანალიზს სხვადასხვა მიმართულებების საინტერესო მიგნებები არის. სწორედ ასეთი კვლევები გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ საკანონმდებლო პოლიტიკაზე დავფიქრდეთ ხოლმე რა პასუხები არის ამაზე გასაცემი, ისე როგორც პრაქტიკის კუთხით. საინტერესოა, რომ ზოგადად საერთო შეფასებით პოზიტიური განწყობა ბიზნესში მომატებული არის, მათ შორის კარგი არის, რომ სხვადასხვა მიმართულებების მხრივ არის პოზიტიური ძვრები. რა თქმა უნდა, ამას ამყარებს კანდიდატის სტატუსის მოლოდინიც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სტატუსი მოგვენიჭება, რაც თავის მხრივ განწყობებს კიდევ უფრო პოზიტიურისკენ შეცვლის და ამავე დროს საქართველოს როგორც ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს. საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გუშინაც შეწყალებასთან დაკავშირებით. ზოგადად მიხეილ სააკაშვილის როგორც ფიგურის ამ პერსონის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში, ციხეში იქნებოდა ის უკრაინაში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, ყველა ეს მისი მთავარი მიზანი და რაც არის მისი ასე ვთქვათ როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება სხვა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ხელში არის ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში, ნახეთ ჩვენ მისი ბიძის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩვაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს არის ეს პოლიტიკური ძალა არის და სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ რა მიზნები ჰქონდა იმ ჯგუფებს, რომელმაც ის შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათ შორის მათი მიზანი იყო, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც მიდის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. ამიტომ ხედავთ ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება უცხოური ჯგუფებიდან, ვინც მათ ის შემოაპარეს, ვინც მას მფარველობს, ყველა ვინც ის ჯგუფები, რომელიც მას მფარველობს, ხედავთ, ხომ ეს პოლიტიკური ჯგუფები არის, ხან რომელიღაც რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი, აბსოლუტური ტყუილები, თითქოს ხდებოდა მისი წამება, ხან რომელიღაც განცხადებებში სხვა პოლიტიკური ჯგუფების და ხან პირდაპირ ქმედებებში, ხო ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ და შემდეგ კიდე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყოს. აი ეს სამარცხვინო ცირკი, რასაც ჩვენ უყურებთ და კიდევ ხედავთ, რომ ის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომელსაც ხბოს აღთქმებით გაფართოებული თვალებით შესცინებენ მას. ადამიანს, რომელიც საქართველოს ჩვენ ქვეყანას ცდილობს რომ არიოს, ცდილობს რომ იყოს დესტაბილიზაცია და ამის შედეგებით. ასე რომ ეს არის მთავარი პრობლემა არის, რომ გვაქვს ჩვენ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება, სანამ ეს ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანებას აქვს შესაძლებლობა რომ რაღაც პოლიტიკური გავლენები გქონდეს, ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა საქართველოს. ნოემბერს მანიფესტი უნდა ქონდეს. ეს ახლა პერიოდულად უბრალოდ გამოჩნდა, თორე ზუსტად ეს არის რაც შემთხვევით ჩვენ მოვისმინეთ ვინაიდან შეხვედრაზე ვიღაცამ ასე ვთქვათ ჩაწერა და გაავრცელა, თორე ასეთი შეხვედრები იმართება ალბათ ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს და ასეთი პოლიტიკა არის სინამდვილეში რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის საზოგადოების გახლეჩვა და ეს არის როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი მათ შორის ქვეყანაში არეულობა და სამხედრო კონფლიქტი არის, პირდაპირ დადასტურება არის ამის, ხომ? ამიტომ ეს არის უბრალოდ
ის აისბერგის წვერი, რომელიც ახლა გამოჩნდა ვიდეოს სახით, სინამდვილეში ეს აისბერგი ანტიქართული გაერთიანებისა და ანტიქართული კოალიციისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ხოლგის ქვეშ არის, სადაც არიან ლელო და სხვა პარტიები, აი ამ ანტიქართული გაერთიანების აისბერგი კიდევ უფრო მძიმე არის და კიდევ უფრო მეტად არის, ასე ვთქვათ, აი ასეთი რიტორიკით და ასეთი გეგმებით მაგრამ მithქვამს მე მიხეილ სააკაშვილის მიმართ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც რომ მას აქვს ჩადენილი დანაშაული კონკრეტული დანაშაულებისთვის იგი უკვე იხდის საჩვენს და არის დანაშაულები, რომელზეც მიდის სასამართლო პროცესი. გარდა ამისა, მის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს საქართველოში შეიქმნა ადამიანების წამების და ღირსების აყრის რეჟიმი. ამიტომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოზიტიური შეფასება მის საქმიანობის ეს არის ქართული ხალხის დაცინვა. რა თქმა უნდა, შესაძლოა შეწყალებაც ეს იქნებოდა ქართული ხალხის და მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა. ასე რომ ეს სალომე ზურაბიშვილის ასარჩევი არის, რომელიც გზას აერჩევს, ჩვენ ნახეთ, რომ მან ნიკა გვარამიეს შემთხვევაში უცხოელების ზეწოლით და პირდაპირ ნახეთ რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარ ჰქონდათ მათ ეს გავლილი სალომე ზურაბიშვილთან და წინასწარ იცოდნენ მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ჰქონდათ მათ ეს გავლილი სალომე ზურაბიშვილთან და წინასწარ იცოდნენ მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა ქართულმა ხალხმა არ ვიცოდით და თურმე ვიღაც უცხოელ პოლიტიკოსებთან აქვს მას ამაზე საუბარი. მან ეს გზა აირჩია, გზა არა ქართული ხალხის მსახურებისა, არამედ სხვების მსახურებისა. ნახოთ იმის და მიხედვით ალბათ როგორი იქნება მას ეს ზეწოლა, შესაბამისად მიიღებს ის ამათი ოლიგარქიზაციის არც მაგრამ ალბათ პატარა მანჯგალაძესთან აქვს სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები და უსურვებს წარმატებას ამ ტანდემს პატარა მანჯგალაძეს და სალომე ზურაბიშვილს. ოლიგარქიზაციის დაპირისპირება ისევ გრძელდება ბატონო შალვა. არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი იმ შემთხვევაში და არჩევნებს აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარიერი იქნება დაბალი და უფრო მეტი ხალხის ადამიანის ხმა იქნება გაგონილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ეს არის ერთგვარი მოწოდება დიპლომატიურ ენაზე, რომ დაბალი ბარიერის შემთხვევაში უფრო მეტი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და სხვათა შორის დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ აუცილებელია მეტი პარტია იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ეს დაეხმარება საქართველოს წინსვლისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ეს გზავნილები საარჩევნო ბარიერები. ასეთ არანაირი გზავნილი თუმცა მეორე მხრივ სიტუაცია, როდესაც ყავს ორი პარტია წარმოქმნილი, ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნება არის. ხო, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ მსჯელობა არ წარმოადგინოთ და არ წარმოაჩინოთ როგორც მოწოდებათან განცხადებად, არავინ არ მოუწოდებს და არანაირი ასე ვთქვათ ამის სტანდარტი არ არსებობს 5%-ზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. საქართველოში ჩვენ ევროკავშირის ქვეყანა არ ვართ ბატონო შალვა და დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენ ხო ვისწრაფით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხო ჩვენთვის არის სამყარო სტანდარტი. რა პოზიცია გაქვთ თქვენ თუ ვიწევა, რატო არ იწევა, თუ დაიწევა? საერთოდ ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირი არის, იმიტომ რომ ოპოზიციას ახლა ასაც ვაკვირდები, თავს იმართლებენ და სამჯერ გაზარდეთო, არავის არ გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე 5-6 პარტიას ოპოზიციიდან, მათ განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა 5%-ია ბარიერთან არ აქვს. კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობა ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. სტრატეგია აღმაშენებელს არ აქვს პრობლემა. ლელოს არ აქვს პრობლემა. გირს არ აქვს პრობლემა. ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა 5%-დან და საქართველოსთვისაც მათ განაცხადეს. აი 6 პარტია უკვე ახლა ჩამორთვალეთ, რომელსაც თქვენ რომ არ აქვს პრობლემა. თუ პრობლემა არავის არ აქვს, რატო არის ეს საერთოდ პრობლემა? ამიტომაც არის, რომ ხელოვნურად რაღაც წამოწეული თემა არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ ჩვენ პარლამენტში, რომ სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი, არამედ ჩვენ გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება და შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთ ხოლგის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ერთეული პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაც არის ის უმეტეს ქვეყანაში
არათუ უმეტესში, არამედ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთო ჯამში ქვეყანებში არის ეს ბარიერი და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ, იცოდა ყველამ ერთი კარგად. მოსმენთ ხმა მიცემული გახლდა. ის იყო კიდევ ერთხელ იყო სხვა გარემოება, ის გამომდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომელიც შემდეგ ანულირებული იყო და ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ არანაირ ცვლილებას არ დეოლიგარქიზაციის გეგმა როდესაც დეოლიგარქიზაციის სახელმწიფო გეგმა დიახ, ამაზეც კი პასუხეთ, მაგრამ რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხებს, ის პროექტი, რომელიც შემუშავდა სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობით და მათ შორის ევროკომისიასთან თანამშრომლობით და გაცვლით საჯარო გახდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მათ შორის გვექნება ხვალაც ამ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად პლატფორმ აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმის თან დაგეგმილ კონფერენციის ფარგლებში არის საკმაოდ მოცულობითი, არის ძალიან დეტალური, არის ვიტყოდი რომ ძალიან სერიოზული ნამუშევარი, მათ შორის ევროკომისიასთან შეთანხმებით, მათ შორის თუ შეადარებთ თუნდაც მოლდოვის სამოქმედო გეგმას, ნახავთ რომ ჩვენს შემუშავებული სამოქმედო გეგმა არის ბევრად დეტალური, უფრო ღრმა, უფრო მოცულობითი. მნიშვნელოვანია რომ მთავრობამ მალე დაამტკიცოს ეს გეგმა და ჩვენ მზად ვართ უკვე რომ ამ გეგმის გაფორმებაზე გადავიდეთ. შოფები და ტრენინგები დეოლიგარქიზაცია როგორ უნდა მოხდეს მანიფესტი ექნება და შეიძლება რომ ნიკამელია გარიცხონ. ეს თემა რო აღმოჩნდეთ, ნაციონალურ მოძრაობაზე იწევენ საუბარდება არ პოლიტიკური ამბები ეს რომ ორივეს გიპასუხებ. და ის რა ქვია, ასევე შეიძლება რომ ნიკამელია გარიცხონ და ასევე პოლის საბჭოს გააქტიურებასთან და მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებასთან დაკავშირებით პოლის საბჭოს ჭრილში, იმიტომ რომ მან დაასახლა პირები, ვინც დარჩნენ პოლის საბჭოს გარეთ და არც ნაციონალურ მოძრაობას აქვს სხვა პრობლემა კიდევ ერთხელ, აქ არ არის პრობლემა, ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არის პოლიცსაბჭოში, ვინ არის ნაციონალურ მოძრაობას აქვს პრობლემა, რომ ის არის ანტიქართული გაერთიანება. და ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეული პრივილეგია არის თანამედროვე ასე ვთქვათ პოლიტიკური სპექტრისთვის, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ანტიქართულ გაერთიანებას, რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვის, ლოიალური და ეთნიკური არის არა ქართველი ხალხის მიმართ, არამედ საქართველოს საზღვრებს მიმართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არის ლოიალური და ამას ვაკვირდებით პირდაპირ ეთერში, გვაძლევს ამის საშუალებას მედიაც და სოციალური მედიაც, პირდაპირ ეთერში ის რაც ჩვენ ისტორიები ვიცოდით ადრე შადიმანების და ასე შემდეგ, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, აღარ ჭირდება დიდი ჟამთაღწერელები, რომ აღწეროთ ის ღალატი, რომელსაც ისინი ჩადიან ყოველდღიურად საკუთარი ქვეყნის წინაშე. ანტიქართული გაერთიანება არის თავისი არსი. ამიტომ რაც უფრო ესე ვთქვათ ერთად იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო დავაკვირდებით ერთობაში, როგორ გამოიყურება ანტიქართული პოლიტიკა საქართველოში. ბატონო, დეოლიგარქიზაციას იქ შეიძლება რომ განვიმარტოთ, აი ვორქშოპები და ტრენინგებით როგორ უნდა დავბრუნდით, დღის პოსტი ისევ გრძელდება და ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ასე რომ სასწრაფოდ გადმოვთეთ თემას გახსენებთ შავი პარასკევი, შოპინგი, ვის რა გვაინტერესებს და ჩვენი სტუმარი. ბაბი კირკიტაძე, მოდი